მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ახლა არის ღამის 4-ის ნახევარი და სულ ახლახანს გამოაშკარავდა და დღის სინათლე მიეცა სატანისტების კუნძულის მთავარი არქიტექტორის ჯეფრი ეპსტეინის საბოლოო ფაილებს, სადაც ირკვევა, რომ რეალურად ის ელიტარული ხალხი, რომელიც თქვენ პოლიტიკოსები, ფილანტროპები, ქველმოქმედები, ბიზნესმენები, კორპორატივისტები თუ სხვადასხვა ცნობილი ადამიანები გეგონათ სინამდვილეში იყვნენ ბინძური პედოფილები, რომლებიც ამჟამად უდანაშაულონი დადიან ქუჩაში და საკუთარი დანაშაულის, სინდისის ქენჯნასაც კი არ განიცდიან. მეგობრებო, აგერ ჩემგან ხელმარჯვნივ თქვენ ხედავთ, თქვენგან ხელმარცხნივ ხედავთ ჩემი X-ის აკაუნტის საკუთარ გვერდს, სადაც ახლა მე დაზიარებული მაქვს ყველა ის პოსტი, რომელიც გამოქვეყნდა ჯეფრი ეპსტეინის ფაილებში. აქ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტებია, იმიტომ რომ აქ თქვენ ხედავთ ფოტოსურათებს, რომელიც არის წაშლილი. ასევე აქ არის ტექსტი, მეგობრებო, დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს ჩაწერილია 2019 წლის 28 აგვისტოს, როდესაც ჯეფრი ეპსტეინის დაზარალებულის ინტერვიუ, საზარელი ინტერვიუ, მე აქედან გაფრთხილებდეს ქართულად თარგმნე და ექსკლუზიურად დღევანდელ ჩემს ვიდეოში თქვენ ქართულ თარგმას მოისმენთ ამ ტექსტის თუ რა წერია იმ აღიარებით ჩვენებებში, რასაც დაზარალებულები ამ კუნძულზე ხედავდნენ და იყვნენ ამ ფსიქოლოგიური, მენტალური თუ ფიზიკური სხვადასხვანაირი ძალადობის მსხვერპლი. მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, რომ ეს ვიდეო დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და გაუზიარეთ მეგობრებს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც მე ვერ დავაიგნორებდი და ვალდებული ვარ, რომ ეს ყველაფერი თქვენ მოგასმენინოთ და განახოთ. მოდი ახლა პირველ რიგში განახოთ. პირველი სურათი, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ ჩემი X-ის აკაუნტზე, ეს არის ჯეფრი ეპსტეინი. სავარაუდოდ შუაში არის გოგონა, მაგრამ რა თქმა უნდა არასრულ წოვანზე აქვს საუბარი. და მისგან ხელმარჯვნივ არის პიროვნება, რომელიც არის ამ გოგონას ჩახუტებული. რა თქმა უნდა, რანაირი გაგებითა და როგორი გაგებით, ეს გასაგებია. აგერ ენდრიუ ტეიტმა დაპოსტა ძალიან მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, ტვიტი, სადაც ის ამბობს, რომ ხალხი ეპშტეინის ფაილებში არიანო დამნაშავენი სექსუალურ ძალადობაშიო. ეხლა უყურეთ. რამდენი ადამიანის საქმე არ არის ჯერ გახსნილიო? 0. აი ეს არის მნიშვნელოვანი დაბლა. ზევით არა მნიშვნელოვანი. Evil people rules the world. სატანისტები და ბოროტი ხალხი მართავენ რეალურად მსოფლიოს. მოდი ახლა მნიშვნელოვანი მე რაზედაც დაკვირდით, აგერ ეს მეგობრებო, სანამ უცებ შევივლით, ეს არის დაილიკა უკვე ოფიციალური კადრები, აი ეს მე მინდა განახოთ, სადაც, დაფარულია, გაშავებულია, რა თქმა უნდა, ის რაც თქვენ არ უნდა ნახოთ ახლა რეალურად. და ჯეფრი ეპსტეინი როგორც ეკავს იმ გოგონასთან ერთად. საუბარი მაქვს ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან დაახლოებულ ყველაზე ცნობილ პირთან. ეს არის ჯეფრი ეპსტეინი, ვინც არ იცით, მე ეჭვება რომელიმე ჩემმა გამოწერმა ეგ არ იცოდეს, ახლა ვინ იყო ჯეფრი ეპსტეინი. მოდი ახლა მინდა ეს ყველაფერი თქვენ განახოთ. ეს არის მეგობრებო მტკიცებულება ოფიციალური. მოდი ახლა მას გავზდი ამ ყველაფერს თქვენ ძალიან კარგად დაინახოთ, ახლა არ მინდა ხო, აი ეგ კითხულობთ ამ ტექსტს. მოდით ახლა მე გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი თქვენ ეს არის ინტერვიუ ეპსტეინის ერთ-ერთ დაზარალებულ პირთან ჩაწერილი 2019 წელს. ახლა მე ეს ყველაფერი თარგმნე ქართულად. ოღონდ ბოდის ვიხდი წინასწარ, რომ მე რაღაცებს ვერ გადავთარგმნე და ვერ ვიტყვი მაგ სიტყვებს, რაც აქ არის გამოყენებული. აგერ ამისთვის მე ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენე. ამ სურათზე არსებული ტექსტის ქართული თარგმანი შინაარსი ზუსტადაა გადმოტანილი შეფასებების გარეშე. ვისგან დაბლოკილი. ნახეთ გადაშავებულს, რასაც ხედავთ, ამჟამინდელმა ტრამპის ადმინისტრაციამ ყველაფერი დაბლოკა და ყველაფერი გაშავა. რეალურ პირებს იქ მინებიც მოხსენიებული არიან. ეხლა აქ ნახავთ ბუშია მოხსენიებული, ჯორჯ ბუშ უფროსი. თუმცროსი. აი ნახავთ მაგას გავივლით. გაყვითელებულზე თქვენ ახლა ხედავთ ყველაფერს. ზევით არის გაშავებული ვისგან არის და რა მიმართულებით, მნიშვნელოვანი ინფორმაცია რაც არის, ბლანკები რაც არის გაშავებული, მის შესახებ ტრამპმა რეალურად რა გამოაშკარავა, მაგით ვერ ხვდები. რა ეპსტეინის ფაილების რელიზი მოხდა რეალურად, მე ვერ გავიგე. ვისგან დაბლოკილი, ვის მიმართ დაბლოკილი? სავარაუდო ეპშტეინის მსხვერპლის ინტერვიუ 4 შაბათი 28 აგვისტო 2019 წელი. მნიშვნელობა ჩვეულებრივი. ჩასმული სურათები, რომელიც არის წაშლილი. მან კიდევ ბევრი რომ აქვს მოსაყოლი ჩვენთვისაც. იწყება ასე. ვისგან დაბლოკილი, გამოგზავნილია 2 შაბათი 28 აგვისტო 2019 წელი. სავარაუდო ეპშტეინის მსხვერპლის ინტერვიუ. მადლობა. კიდევ დაბლოკილი, ვერ მივხვდი რომ ბუშმაც
გააუპატიურა. გასაგებია, დაბლოკილი, ნიუ-იორკი. 28 აგვისტო 2019 წელი, 12 საათი და 53 წუთი. მინდა დავამატო რამდენიმე სხვა პუნქტი, რომელიც სავარაუდოდ მსხვერპლმა გამოამშხავნა. სანამ იახტაზე იყვნენ, მან ნახა აფროამერიკელი მამაკაცები, რომლებიც სექსუალურ ურთიერთობაში იყვნენ თეთრკანიან ქერა ქალებთან. ყველა ქალი ქონდა სისხლდენები. რაღაცები ხა სპეციალურად არ წავიკითხე, იმიტომ რომ შემაძრწუნებელია მეგობრებო. ამის გადმოთარგმნაც კი მე მიჭირს ახლა თქვენ ეს რეალურად მოგასვენინოთ. ის იყო ერთგვარი რიტუალისტური მსხვერპლშეწირვის მსხვერპლი, რომლის დროსაც მის ფეხებს სამიტარით, ანუ მრუდე מחვილით ჭრიდნენ, თუმცა ნაწიბურები არ დარჩენილა. იახტაზე მან დაინახა არ ვიტყვი მაგ სიტყვას, მათი დანაწევრება, არ შემიძლია უბრალოდ თქვა. ის ასევე გააუპატიურა ჯორჯ ბუშმა უფროსმა. მსხვერპლმა ასევე განაცხადა, რომ FBI შენობაში მოყვანილი იქნა მაიკლ მურის მიერ, რომელიც არის თრუპანტის შემქმნელი სხვადასხვა ონლაინ წყაროებში. აღწერილია როგორც კონსპირაციებზე დაფუძნებული საინფორმაციო საიტი, რომელიც ცდილობს FBI-ს სუდად წარმოჩენას. მურს აქვს კრიმინალური წარსული FBI-ს გამოძიების შედეგად საავტორო უფლებების დარღვევა. მითხარით, თუ გინდათ, განვიხილოთ ყოფილი FBI-ს აგენტის, რომელიც ეს ინფორმაცია მთავარ ოფისში შეიტანა. მადლობა, ასევე დაბლოკილი, არ ვიცი თვისგანა. გაგზავნილი, დაბლოკილი, ისევ დაბლოკილი. მეგობრებო, ეცამ თამაში შევკეცავ. ეხა ეს არის იმდენად გულის ამრევი ტექსტი, რომ დიდი ბოდიშის მიუხედავად და ყველაფერი პატივისცემის მიუხედავად ამ სიტყვებს მე ვერ გამოვიყენებდი იქ რაც ეწერა. იმიტომ რომ ხშირად ეს სიტყვები იქ რაც ეწერა ამ რიტუალში რა სახის მსხვერპლშეწირვასაც ისინი აკეთებდნენ, ანუ ეს სატანისტი მსოფლიო ელიტის წარმოადგენლები არის შემაძრწუნებელი. ეს არის ყველაზე რბილი რაც შეიძლება ითქვას, მერეებიც ახლა წავიკითხე რეალურად და სპეციალურად ბევრი რამე გამოვტოვე. თუ ვინმეს ახლა დეტალურად ეგრე გაინტერესებთ, რავი შეგიძლიათ გახსნათ, გაზიარებული მაქვს შემიქსის აკაუნტზე, X-ის ახლა Instagram-ის და იმის მითითებული მაქვს და შეგიძლიათ ნახოთ აღწერაში ყველაფერი. უბრალოდ არ შემიძლია, უბრალოდ აი ხა არის კადრები, აი ესაც ხედავთ ხო აი ამ კადრებს, დაფარული ეს ყველაფერი. ეს არის ძალიან ცნობილი ადამიანი, არ მინდა ამის სახელიც გამოვიყენო აქ. აი ესეთი ხალხი მეგობრებო, მონაწილეობა, აი ეს არის კიდე დაბლანკული, აი ეს მინდა ნახოთ. აი ეს მინდა ნახოთ. ჯეფრი ეპსტეინი დასდევს ვინებს დასდევს და რამეს ალბათ შემ გამოწერებს ამის ისინი არ ჭირდებათ რეალურად, მაგრამ anyway, მინდოდა რომ ამ ყველაფერზე რეალურად წარმოდგენა ქონოდა. 2 წამი მინდა რომ ჩავკეცო. 2 წამი მინდა რომ ყურადღება დღეს სხვათა შორის ჩემი დაბადების დღე იყო, 29 წელს გავხდი. მაგრამ ვიზღა ახსოვს ჩემი დაბადების დღე, მაგით უნდა დამეწყრო დღეს დაბადების დღე მაქვს მეთქი და რა ვიცი. ხო, რავი. კარგ რამებს უსურვებ ჩემ თავს. აი ხა უბრალოდ შეზღუდული ვარ ბევრ რაღაცაში რომ ვილაპარაკო რეალურად და აქ რაც მოვყევი ახლა და არის დემონსტრირებას მოხდინე, ეგ ძალიან ცოტა იყო იმასთან რაც რეალურად არის, იმიტომ რომ არ მაძლევს ახლა ზოგადად პლატფორმა იმის საშუალებას რომ ეს ყველაფერი და თქვენი პატივისცემა რომ ეს ყველაფერი ვილაპარაკო, მეგობრებო, საუბარი მაქვს ისეთი დონის სატანისტურ რიტუალებზე და მსხვერპლშეწირვის ისეთი ნაირ მექანიზმებზე თან აქ ჩვილებისა და ბავშვების მიმართ, რომ მაგას უბრალოდ ციტირებაც არ შემიძლია რომ მოვახდინო. ხალხო, აი ესეთი ბოროტი, აი ესეთი ჩაქცეული სატანისტი ადამიანები მონაწილეობენ სოფლიო მართლობაში. ეხლა ვინ იყო ჯეფრი ეპსტეინი? მე თქვენ შეგახსენებთ, ეს იყო მოულოდნელად გამდიდრებული ამერიკელი, რომელმაც 90-იანებში ჰაერიდან მოულოდნელად იშოვა ამდენი ფული ფინანსური მაქინაციებისა და მანიპულაციების შედეგად. არსებობს ასეთი თეორია, რომ ეპსტეინი იყო მოსადის აგენტი, რომელიც მზადდებოდა პროექტი ახალი მსოფლიო წესრიგის გასაწერად, საუბარი მაქვს დღევანდელი ტრამპის ადმინისტრაცია, რომელიც თავიდან ბოლომდე კონტროლდება ახლო აღმოსავლეთიდან. რომელი ქვეყნიდან ყველა მიხვდებით, ახლა რომელი ქვეყანას მე გულისხმობ აქ. დღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებზე, მთავრობაზე, პრეზიდენტზე არის იმხელა კომპრომატები. იმდენად დიდი კომპრომატები. მე არ საუბრობ დონალდ ტრამპზე, მე არ მინდა დავიჯერო დონალდ ტრამპიც მათნაირია შინაარსობრივად.
მაგრამ ჩემთვის დანაშაულის სიმძიმეს ის ფაქტი არ ამცირებს, რომ გამიზნულად ტრამპი აფარებს პედოფილებს ხელს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემთვის დანაშაულისგან არ თავისუფლდება. ეგ ერთი. მერე მეორე. ოდი კამერა ცოტა არასწორად არის, უნდა გავასწორო ბოდიშის მოხდით, ცოტა გადავარდა იქით, მაგრამ განერვიულებული ვარ და ცოტა მაპატიეთ. ეს კომპრომატები, რომელიც არსებობს და რომელიც ჯეფრი ეპსტეინის მიერ არის გაკეთებული წლების განმავლობაში, მიზნად ისახავდა ტრამპის ხელისუფლებაში მოყვანას და პროექტი ახალი მსოფლიო წესრიგის ამოქმედება მსოფლიოში, რითიც უნდა დაწყებულიყო ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგის ცვლილება ევროპასა და შემდგომ უკვე ახლო აღმოსავლეთში, საუბარი მაქვს ირან ისრაელის კონფლიქტზე, დიდი ისრაელის დაარსებაზე, ამერიკის შეერთებული შტატების თავიდან ბოლომდე სიონისტურ რელსებზე გადაშვებაზე და მრავალ სხვაზე. რაც უკვე დაწერილი, ეს დაწყებულია ჯერ კიდევ ჯორჯ ბუშის მიერ, როდესაც მოხდა 9/11 და როდესაც თავიდან ბოლომდე მოხდა შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დადგმა იმ შოუსი, რომელიც სოფლიოს აჭამეს როგორც ახლო აღმოსავლეთში ახალი სპეცოპერაციის, ანუ ნავთობის გასაправებლად, ესე რომ ვთქვათ, ყველაზე რბილად. თეორია იმის შესახებ, რომელიც არსებობს ჰიპოთეზა, რომ მოსადის აგენტი იყო ეპსტეინი, მას აქვს ავთენტური წყაროები, რადგანაც ირკვევა, რომ ჯეფრი ეპსტეინთან დაახლოებული ფიგურა, ჟიზელინ მაქსველი გეცოდინება თქვენ, რომელიც ამჟამად ფედერალურ ციხეში იხდის საშელს, რომელიც სიმართლე გითხრათ არტო ცოცხალი ეგეც მიკვირს, ალბათ ნარკოტიკები ტყავთ გაბრუებული, ან უბრალოდ დასაკლავ ცხვარად ამზადებენ, იმიტომ რომ მაგ ადამიანმა ეპსტეინის მერე ყველაფერი ძალიან ბევრი რამე იცის. ძალიან ბევრი რამე იცის ბრიტანულ საინფო ელიტაზე, ძალიან ბევრი რამე იცის ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელ და ყოფილ მთავრობის წარმომადგენლებზე, განსაკუთრებით საქმეში ესე ვთქვათ, იკვეთება ბილ კლინტონისა და მისი მთელი ამ ოჯახის საქმიანობები, რომლებიც წლობის განმავლობაში ეწეოდნენ არალეგალურ, სექსუალურ, რიტუალურ კავშირებს საიდუმლო კუნძულზე, რომელიც ცნობილი იყო როგორც ჯეფრი ეპსტეინის კუნძული, სადაც სოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანები ჩადიოდნენ და ერთგვარ რიტუალს ატარებდნენ, რომელსაც ჰქონდა თავიდან ბოლომდე კაბალისტური დატვირთვა, იმიტომ რომ კაბალა არის მატერიალური ფილოსოფიის წარმატების საგანი, ესე ყველაზე რბილად რომ თქვა და ყველაზე უკონტექსტოდ რო გამოვიყენოთ, ეხლა ამის მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეხლა არ მინდა დეტალურ სიღრმეებში შევიდე კაბალიზმში, იმიტომ რომ კაბალიზმი თავიდან ბოლომდე მოიაზრებს ხოთო შეწირვას და კაბალიზმი თავიდან ბოლომდე მოიაზრებს ისეთი სახის რიტუალების ჩატარებას, რომელიც ემსახურება ბრჭყალებში ადამიანის ერთგვარ განწმენდით პროცესებს, რომელიც თქო უნდა მატერიალური სიდუხჭირის დაძლევასა და მატერიალური კეთილდღეობის სრულ ჰარმონიებთან არის კავშირში. რატო არის ეს გლობალური ელიტარული კავშირები, ეს კლუბები და მსოფლიო მართლობა, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე კაბალიზმზე, რომ კაბალიზმი არის ერთადერთი ფილოსოფია, რომლის ორიენტირი არის მატერიალური კეთილდღეობისა და დოვლათის ჩამოყალიბება დედამიწაზე და ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ყველაფერი ერთგვარი ბრჭყალებში კიდევ ერთხელ მეორე განწმენდითი პროცესები, რომელიც ამ კუნძულზე ტარდებოდა, ემსახურებოდა ადამიანის მეტად ახლოებას ეშმაკთან, რაც უნივერსალურია მათთვის, რა თქმა უნდა, და ამას ვერავინ ვეღარ უარყოფს, აგერ ოფიციალურ ფაილებშიც რიტუალი გამოყენებული, დოკუმენტი არსებობს ოფიციალური, მაგის უკვე ეს ჰიპოთეზა აღარ არის. მეგობრებო, ამ ყველაფერს ჰქონდა ორი დატვირთვა, ერთი სარიტუალურო და მეორე, რა თქმა უნდა, ის დოკუმენტები, რომელიც შემდგომ მოახდინეს ამ ყველაფრის კომპრომიტირება და დღევანდელი მთლიანი ადმინისტრაცია არის დაშანტაჟებული თავიდან ბოლომდე, რადგანაც ვინც ხმას ამოიღებს ზედმეტად, მიუჯდება პიდიდის გვერდზე. და უბრალოდ გაშავდება. ან დღევანდელ სამყაროში აღარ არის მკვლელობები ხალხნო. დღეს აშავებენ ადამიანებს. მარტივად. ეპშტეინი თქვენ ერთი გონიათ? ძალიან ბევრია. ძალიან ბევრი. ბრიტანეთის პალატა განსაკუთრებით ცნობილი მაგაში. თქვენ გონით კონსულები აღარ არსებობს? ძალიან ცდებით, რომ გონით რომ კონსულები აღარ არსებობს. პრობლემა იცით რაშია ხალხნო, რომ სამწუხაროდ, როგორც სახარებისეულად მინდა დავესეს ხომ ყველაფერს და ვთქვა, რომ მთელი დედამიწა ბოროტებაში დევს, რომელთა მიმართ სოლეშია, თუ არ მეშლება. თუ მეშლება, განერვიულებული ვარ უბრალოდ და ბოდიშით. მთელი ქვეყნიერება ბოროტებაში ძევს. სატანა, როგორც ამ სამყაროს მეუფე გადაფარებულია მთელ დედამიწას და ის აკონტროლებს ყველაფერს. მე უბრალოდ იყო აქ ისეთი მომენტები, კიდევ ბევრი რამე ვერ გავაშუქე და ვერ გამოვიტანე, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ეს მორალურ და ზნეობრივ რაღაცებს ცდება და მე უბრალოდ აი ხარი ღამის 5 საათი დაიწყო.
მე უბრალოდ ვერ ხვდები ერთ რამეს სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი ზოგადად. იცით, აი დავფიქრდი, მაგრამ სანამ ამ ვიდეოს ჩაწერას დავიწყებდი, მანამდე ხო ამ დოკუმენტებს მე ვეცნობოდი, ბუნებრივია, ხო? და აი დავფიქრდი, სანამ აი ის მომენტი მოვიდოდა, რომ მე უბრალოდ ერთი წკაპანი გამეკეთებინა OBS-ში და ჩამერთო ეს ვიდეო, რომ აი დავფიქრდი ზოგადად სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი. რომ რა არის ზოგადად ადამიანის ეს მანკიერი ბუნების სრული ილუსტრაცია, როდესაც ის აბსოლუტურად უსაზღურო ძალაუფლების ქვეშ იმყოფება. და ადამიანს, რომელსაც გასწორებული აქვს აბსოლუტურად ყველანაირი მატერიალური განზომილება, ის გადადის არაზნეობრივი დაკმაყოფილების სხვადასხვა მექანიზმებზე, როგორებიც იყო, იქ არ მინდა უბრალოდ მე ეს უბრალოდ გაუპატიურებები და ის არ ყოფილა მე. მე იქ წავიკითხე ისეთი რამეები, ხო გეუბნებით, რომ შოქში ვარ უბრალოდ, რომ ესეთი რამე შეიძლება ზოგადად ფილმებში თუ წარმოგედგინა აქამდე არ ყველაზე საშინელებათა ჟანრის ჰორორებში, რომ ეს ყველაფერი ამ ყველაფერს თურმე ის ხალხი აკეთებს, რომელიც მეორე დღეს მოგევლინებათ სხვადასხვა ტელევიზიებიდან და როგორც შვიდობის მტრედი, როგორც ანტიქრისტეს ბუნება რა, როგორც არის, ხო? როგორ მოქმედებს ანტიქრისტე. ბოროტება როგორ მოქმედებს სიკეთის სახელით. ფარისევლურად, შემალულად, გაიძვერულად. უბრალოდ გულისამრევია ეს ყველაფერი. მეცოდება ყველა ის ოჯახი, ყველა ის ქალი, ყველა ის ბავშვი, ვინც ამ ყველაფრის მსხვერპლი გახდა რეალურად. კატეგორიულად გმობ ამ ყველა პროცესებს და რაც აქამდე მომხდარა, ეს არის სრული ბოროტება და სრული სატანიზმი. ამ ყველაფერს არანაირი ახსნა არ გააჩნია. და იმედი მაქვს, რომ მე დედამიწისეული სამართლის სიმართლე გითხრათ მე არ მჯერა დიდად, იმის და მიუხედავად რომ სამართლიანობები აქაც ხდება. მე მჯერა ერთი საღვთო სამართლის, რომელსაც ბოლო ლურსმანი მას ეკუთვნის და ბოლო სიტყვა მას ეკუთვნის. ამიტომ არავის არ ეგონოს, რომ ვინმე მოუკითხავი დარჩება, ან ამიერში, ან იმიერში. რავი მეგობრებო, ძალიან მოკლედ ამაზე ხან ასაუბრები მაქვს მე ვცლავ სხვა ვიდეოებში, აქამდეც მინდევს, რავი მეც ვერაფერს ვერ დავამატებ, შოკირებული ვარ მე რეებიც წავიკითხე და დაწერეთ თქვენი აზრი, თქვენი შეხედულებები, თქვენი ის ყველაფერი რაც მოისმინეთ ამ წერილიდან, ბოდიშით კიდევ ბევრი რამე თქვენ ვერ გაიგეთ, ნუ ისაც დეტალები გაინტერესებთ. ჩემგან გვერდის სავლით შეგიძლიათ X-ის აკაუნთი მაქვს, იქ გადახვიდეთ, გაზიარებული მაქვს ეგ პოსტი ინგლისურად და რავი, ხა ეგ არ გაგიჭირდებათ, რომ ეხლა ნუ ინტელექტს მიცეთ, დაუსკრინო და გადაგითარგმნეთ ის ძალიან უფასოდ. დაწერეთ თქვენი აზრი და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი და დაგემშვიდობებით ამ ცოტა უცნაურ პათოსში, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ბევრი რაღაცის გადახარშვა მიწევს. დროებით.